ჩემთვის უპასებო ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ, ვისაც გამოწერილი გაქვთ არხი, ვინც ლაიქებს, მიკომენტარებს, ყველას დიდი მადლობა. ვისაც არ გამოგიძერიათ, თხოვნა მაქვს გამოიძეროთ და შემოთავაზებთ გაშლას თებერვლის ზოგადი პროგნოზი. ძირითადი ენერგია თებერვლისთვის ორი ვარიანტი იყოს ჩემი უპასებო. თითო არკანით გავიგოთ, როგორი იქნება ანუ მოჭადებული ენერგია, ხო, ანუ უმეტესწილად როგორი ენერგიები იქნება თქვენთვის თებერვლის თვეში და ნახოთ რას გვიჩვენებს. არა, ორ ვარიანტზე იყოს, პირველი და მეორე ვარიანტი შემოგარგებო. პირველი და მეორე ვარიანტი და მე დავალაგებ არკანებს, სანამ ვიფიქრეთ საკუთარ თავზე, კონცენტრირდით და ნახოთ ძირითადი წამყვანი ენერგია როგორ იქნება პირველი ვარიანტისთვის თებერვალში. ძირითადი წამყვანი ენერგია როგორი იქნება თებერვლის თვეში, ძირითადი წამყვანი ენერგია პირველი ვარიანტისთვის, აი ასე. და როგორი იქნება მეორე ვარიანტისთვის თებერვლისთვის, ასე ვთქვათ, ძირითადი წამყვანი ენერგია მეორე ვარიანტისთვის. აი ასე იყოს. თუ საჭირო იქნება მე დავამატებ არკანებს და თქვენ ჩაიფიქრეთ, დააპაუზეთ, თუ დრო არ გკმარაც, მე კი ნახავ პირველ ვარიანტს. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, შემოგარგებო. ნახოთ თქვენი ძირითადი ენერგია როგორი იქნება, შემოგარგებო და პაჟი პენტაკლის პაჟი. ანუ რაღაც სიახლე აუცილებლად იქნება თებერვლის თვეში თქვენს ცხოვრებაში, ხო? ეს შეიძლება იყოს ახალი საქმე, ახალი სამსახური, ახალი ამბავი, რომელიც რაღაც ფინანსურ მატერიალურ კეთილდღეობასთან იქნება დაკავშირებული. შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი რაღაც ახლის შესწავლის, ხო, ან ახალი ადამიანი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, საინტერესო პიროვნება, ასევე შეიძლება იყოს რაც სიტუაცია, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით წინ წაგწევთ, ხო? ანუ ყველა ვარიანტში პენტაკლის პაჟი მიუთითებს იმას, რომ რაღაც სიახლე, რაღაც ახალი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ. გავიმეორებ, შეიძლება იყოს ახალი ნაცნობობა და ახალი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, თქვენს პირად ცხოვრებაში. ასევე შესაძლებელია იყოს რაღაც ახლის შეთავაზება ვინმეს მხრიდან, ან სამუშაო, ან სასწავლებელი, ან კურსები, ან რაღაც დახმარება, რომელიც თქვენთვის ისევ სამომავლოდ რაღაც სიახლესთან და მოგებასთან იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ პენტაკლი ხო მატერიალური არკანია და ასევე მინდა გითხრათ, რომ ის სიახლე და ის ნაბიჯები, რასაც თებერვლის თვეში გადადგამთ პირველ ვარიანტს მიმართავ, ეს იქნება საკმაოდ კარგი საფუძველი იმის, რომ მომავალში, მომდევნო თვეებში და ზოგადად თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რაღაც პერსპექტიული ნაბიჯი იქნება ერთი სიტყვით გადადგმული. ეს თუ დაინტერესებული ხართ, არ ვიცი, ვისაც პარტნიორული და პირადი ცხოვრება გაქვთ უფრო წინა პლანზე წამოწეული, მინდა გითხრათ, რომ საინტერესო ნაცნობობა იქნება, საინტერესო ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში და ვინც სხვადასხვა თემებით, ყველა ვარიანტში, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ერთი სიტყვით, რაღაც სიახლე იქნება აუცილებლად თებერვლის თვეში, რაღაც ახლის დასაწყისი იქნება პირველ ვარიანტთან. გაუწიეთ თქვენს, ანუ ეს იქნება ძირითადი, წამყვანი, ანუ უფრო მოჭარბებული, აი ეს ენერგიები იქნება თქვენს ცხოვრებაში თებერვლის თვეში მოჭარბებული და ძალიან მაინტერესებს თებერვლის ბოლოს გამომეხმაურეთ, ვისთან როგორ რეზონირდა ხო ეს სიახლე, რასთან იყო კავშირში. გავიმეორებ, ეს შეიძლება იყოს ფინანსური რაღაც შეთავაზება, საწყისი, ახალი საქმის, ახალი სამსახურის, ერთი სიტყვით ნებისმიერი რამ სიახლე, რაც დადებით ცვლილებებს გამოიწვევს სამომავლოდ. ეს არის დასაწყისი, ოღონდ შემოგარგებო. ამას მიაქციეთ ყურადღება, დანარჩენი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მე მადლობას მოგახსენებთ პირველ ვარიანტს და ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტისთვის როგორი ენერგიები იქნება უფრო მეტად მოჭარბებული, შემოგარგებო და აქ ამოვიდა ოთხიანი პენტაკლი. შემოგარგებო, მე მინდა გითხრათ, რომ მეორე ვარიანტისთვის სტაბილური თვე იქნება თებერვალი. სტაბილური მატერიალური კუთხით, სტაბილური პირად ურთიერთობებისთვის, სტაბილური აქ არის სტაბილურობა, ოღონდ ერთი რამ არის აქ ერთი საკითხია, რომ ეს არ შეინიშნება ზრდა, ხო? ანუ სტაბილურობა კი ბატონო კარგია, მაგრამ თუ არ პროგრესირებს, პროგრესი თანდათან არ ხდება, ეს სტაბილურობა შეიძლება თანდათან ჩამოიშალოს და სტაგნაციაში წავიდეს, ხო? ანუ ამას გაუწიეთ, ვარაუდი,
კი ბატონო, თუ მუშაობთ უკვე სტაბილურად იქნება თქვენი სამუშაო, თუ ფინანსური თვალსაზრისით ფინანსურადაც სტაბილურად იქნებით, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანისთვის თებერვლის თვე მნიშვნელოვანი იყოს რაღაც შენაძენის მხრივ, ამასაც უზრავი ქონების შენაძენისთვის, ამასაც გაუწიეთ ვარაუდი და კიდევ ერთი, რომ თებერვლის თვეში იყავით მაქსიმალურად ორიენტირებული იმაზე, რომ ის ცოდნა, ის რესურსი, ის თქვენთვის რაც მნიშვნელოვანია, ხო, დარჩეს თქვენთან, ანუ იყავით, ასე ვთქვათ, სტაბილურად, არა, როგორ გითხრათ, იცით, ანუ ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ ის, რაც უკვე გაქვთ, ის სტაბილურობა, ის რესურსი, რაც უკვე გაქვთ. თუ რაიმეს შეძენას აპირებთ თებერვლის თვეში, აქაც იყავით ყურადღებით, რომ ზედმეტად ძვირი არ გადაიხადოთ, თქვათ, არ ვიცი, რის შეძენას აპირებთ, იმ ნივთში, იმ ქონებაში, რის შეძენასაც აპირებთ, თქვათ, თებერვლის თვეში, ხო? ზოგიერთისთვის შესაძლებელია ესეც იყოს აქტიური. დანარჩენი მინდა გითხრათ, რომ თებერვლის თვე მეორე ვარიანტისთვის იქნება სტაბილური, ძირითადად. ისე წარიმართება თქვენი ცხოვრება, ანუ ძირითადად რაიმე ხელშესახები ცვლილება თებერვლის თვეში მეორე ვარიანტს არ შეგეხებათ და ანუ ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მეორე ვარიანტისთვის არ იქნება მოსალოდნელი თებერვლის თვეში. როგორც აქამდე სტაბილურად იყავით, აი ესე გაგრძელდება, ანუ რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც სიახლე რომ იყოს თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელი მეორე ვარიანტს მოგმართავთ, ეს არ არის, ანუ თებერვლის თვეში ეს არ იქნება სტაბილური თვე, გექნებათ ერთი სიტყვით ყველანაირად თებერვლის თვე მეორე ვარიანტს. აი ასეთი იყო ეს ზოგადი ენერგია თებერვლის პირველი და მეორე ვარიანტისთვის. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ თებერვლის ბოლოს უკვე ვისთან როგორ რეზონირდა და მე მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ, ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, გამოიწერეთ. მადლობა და ნახვამდის.